გაიტანა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი? ვინ გაიტანა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი და უკვე არის მაყურებელი ხაზზე? მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა. გამარჯობა. ალო. გაგვეცანით თუ შეიძლება თქვენი სახელი და გვარი? გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. თქვენი სახელი? მე ვარ თორნიკე რაზმაძე. გისმენთ? პასუხი თუ გაქვთ ჩვენს შეკითხვაზე, ვინ გაიტანა ამ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი? თუ შეგიძლიათ რომ შეკითხვა გამიმეოროთ, ვერ გავიგე. ვინ გაიტანა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი? უნდა დამისახელოთ ამ ფეხბურთელის სახელი და გვარი. თუ გაქვთ სწორი პასუხი? როგორც მივხვდი, არ არის სწორი პასუხი, სამწუხაროა, თუმცა არ დაგწყეთ გული, რადგან კვლავ შეძლებთ ვიქტორინაში მონაწილეობის მიღებას და კიდევ ყავს მაყურებელი ხაზზე, რომელიც გაითიშა, ველოდებით მომდევნო მაყურებელს და აქვე კითხვასაც გავიმეორებ, რადგან უფრო სწრაფად მოახერხოთ სწორი პასუხის გაცემა. ვინ გაიტანა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი? სწორედ ამ ფეხბურთელის სახელი და გვარი უნდა დაასახელოთ იმისათვის, რომ საჩუქარი მიიღოთ. და აქვე ნომერსაც გავიმეორებ 2409000 ველოდებით თქვენს ზარს სწორ პასუხს და დაგასაჩუქრებთ დიდი სიამოვნებით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ უკვე მაყურებელი გვყავს ხაზზე კიდევ ერთი. მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა. გამარჯობათ. თუ შეიძლება ჩამოშორდით ტელევიზორს, რათა უკეთ გავიგოთ თქვენი ხმა. სახელი გვარი გისმენთ? კახაბერ ბაქრაძე. სწორი პასუხი თუ გაქვთ ჩვენს შეკითხვაზე? საფრანგეთო რა თქმა უნდა, გროუდი. არ არის სწორი პასუხი. სამწუხაროა. უნდა გაგრძელდეს რა თქმა უნდა ჩვენი ვიქტორინა. აქვე ნომერსაც შეგახსენებთ 2409000 სწორ პასუხს ველოდებით. კიდევ ერთი მაყურებელია ხაზზე. საღამო მშვიდობისა, გაგვეცანით. ალო. დიახ, გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობათ. სწორი პასუხი არის გრიზმანი. არც ეს არის სწორი პასუხი, სამწუხაროა. არც თუ ისეთი რთული კითხვაა, მაგრამ როგორც ჩანს, მომდევნო მაყურებელს იმედი